მოგესალმებით, ეს BMG სამინდის პროგნოზია, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით მე, ანა ელიკაშვილი წარმოგიდგენთ. 13 იანვარს სრულიად საქართველოში დრო გამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტესად უნალექოთ ჩაივლის დღე. დასავლეთ საქართველოში ჰაერი დღისით +17 გრადუსამდე გათბება, მთიან რაიონებში +13 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს +14 გრადუსს უნდა ველოდოთ, მთიან რაიონებში +10. რუსთავში +15, მარნეულში +13 გრადუსია მოსალოდნელი. თელავში +14, სიღნაღში +15, ომალოში +12, ხოლო ლაგოდეხში +8 გრადუსი. ცხინვალში +9, გორში კი +11 გრადუსი ფიქსირდება. სტეფანწმინდაში +5, ხოლო ბაკურიანში +2 გრადუსი. გუდაურში კი 0. +9 გრადუსამდე გათბება ჰაერი ბორჯომში, ხოლო +4 გრადუსია მოსალოდნელი ახალციხეში. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს ქალაქებს, ქუთაისსა და ბათუმში +13, ფოთში, სოხუმსა და ზუგდიდში +12 გრადუსი ფიქსირდება. +13 გრადუსია მოსალოდნელი ქობულეთში, ანაკლიაში +14, ოზურგეთში კი +12 გრადუსს უნდა ველოდოთ. რაც შეეხება დედაქალაქს, უმეტესად უნალექოთ ჩაივლის დღე თბილისში ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება. ასეთი გახლდათ ამინდის პროგნოზი საქართველოში 13 იანვრისთვის. დარჩით BMG-ზე და თვალყური ადევნეთ ყველაზე საქმიან ამინდის პროგნოზს, რომელსაც ღვთის წყალთან ერთად წარმოგიდგენთ.